როგორ განსხვავდება ჯანსაღი ფსიქოლოგიური ცნობიერება ზედმეტი ფსიქოლოგიზაციისგან, რა არის გამოსავალი, როგორ მოვახერხოთ ზომიერების დაცვა? აი ამ ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთა ჩვენი სტუმარი ფსიქოლოგი ელა ტეშელაშვილი, დილამშვიდობისა, ქალბატონებო და მადლობა სტუმრობისათვის. მე ვთქვი რომ ეს ბალანსის დაცვა განსხვავება, რაც ძალიან საჭიროა, გვჭირდება, შეიძლება გვაკლია აი ამაზე ვისაუბრებთ, ხადია თქვენი გამოცდილებით და ერთად როგორ განსხვავდება ჯანსაღი ფსიქოლოგიური ცნობიერება ზედმეტი ფსიქოლოგიზაციისგან? მოგესალმებით, ამ თემაზე საუბარი ჩემი აზრით უნდა დაიწყოს, იმიტომ რომ ერთი მხრივ ძალიან მისასალმებელია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერება არის ამაღლებული, ადამიანებს აქვთ გაცილებით უფრო დიდი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, კომუნიკაციის წესების შესახებ, თვითრეგულაციის წესების შესახებ. გადასებული არის, ესე ვთქვათ, საკომუნიკაციო სივრცე, სოციალური ქსელები, ტელევიზიები, სულ გვიწევენ ხო, ფსიქოლოგები ვართ ესე წინა პლანზე და ადამიანები ამ ყველაფრით ინტერესდებიან, ეს არის მისასალმებელი და მე მადლობას ვუხდი ყველა პრაქტიკოს ფსიქოლოგს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემა მათ მხრებზე გადადის და ისინი ახერხებენ, რომ ადამიანებს მოუტანონ სიმშვიდე და მოუტანონ კეთილდღეობა. მაგრამ დღეს უკვე მეც ვადევნებ თვალყურს, ძალიან ხშირად არის უკვე საუბარი იმის შესახებ, რომ ზედმეტად არის გაჯერებული ფსიქოლოგიური ინფორმაციით ჩვენი საკომუნიკაციო სივრცე და ზოგადად ადამიანები ინტერესდებიან არა მხოლოდ იმისათვის, რომ გადაჭრან თავიანთი პრობლემები, არამედ ეწევიან თვით დიაგნოსტირებას, ეწევიან რაღაცნაირად კლიშეების და იარლიკების მიწებება ხდება საკუთარი თავისადმი, ხდება თვითდიაგნოსტიკა და ამას ყოველთვის არ აქვს დადებითი შედეგი. ამიტომ თუ ვინმე უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, უნდა დავიწყოთ ისევ ჩვენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ასე თუ ისე რაღაცა თავს ვაძლევთ ხოლმე უფლებას, რომ გავცეთ რჩევები, როგორი უნდა იყოს და როგორი არ უნდა იყოს ეს რჩევები, იმიტომ რომ რას ნიშნავს ფსიქოლოგიზაცია და უკვე ლაპარაკობენ, რომ საჭიროა დეფსიქოლოგიზაცია. ანუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ფსიქოლოგიური ფილტრის ქვეშ არ უნდა გავცხრილოთ ყველა ინფორმაცია. ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდება, რაც ჩვენს ესე ვთქვათ ურთიერთობებში არის, რაც ჩვენს სამუშაო სივრცეში ან პირად ურთიერთობებშია, ყველაფრის ფსიქოლოგიური მიზეზით ახსნა არ არის სწორი. ზოგჯერ ელემენტარულ ამბავს გეტყვით, მარტო ესე ვთქვათ სოციალური პრობლემის მოგვარებით ან მატერიალური პრობლემის მოგვარებით შესაძლებელია მოიხსნას ესა თუ ის პრობლემა და მაინც და მაინც ის რომ ადამიანის ბრალი იყოს ან თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა რომ ეს გააკეთოს, ეს ერთი ზედმეტი ტვირთია და მეორე არც შეესაბამება რეალობას. ეს არის რეალობის შევიწროება, ფოკუსის შევიწროება არის და ანუ მთლიანი კონტექსტიდან ამოგლეჯილად ხდება პრობლემების განხილვა და ეს რაღაცნაირად იცით რა იწვევს სირცხვილის გრძნობას, რომ ესე იგი მე არა ვარ ისეთი როგორიც უნდა ვიყო, შეიძლება სიმპტომები მოისმინოს და იფიქროს, რომ მეც იგივე ხომ არ მჭირს და ასე შემდეგ, მაგრამ მეცით რა შემჩნევა კარგია, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა გქონდეს. ძალიან ხშირად ასეთ სიტუაციებში ადამიანები ჩერდებიან დიაგნოსტიკაზე, კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას ცდილობენ და ეს არ არის განვითარების საშუალება. ეს არის რაღაცნაირად აი დაფიქსირების საშუალება. თვითდიაგნოსტიკა ახსენეთ ქალბატონებო და ეს დაავადებებთან, სხვა დაავადებებთან მიმართებაშიც ასე არის ხოლმე, რომ საკმარისია ვთქვათ რამოდენიმე სიმპტომი დაემთხოს, რომ აუცილებლად მიაჩნია ადამიანს თითქოს იგივე დაავადება შეიძლება მას ჭირდეს და სამწუხაროდ თვითმკურნალობასაც მიმართავენ ხოლმე, რაც თავისთავად პირიქით შეიძლება დამაზიანებელი იყოს და შეიძლება ალბათ პარალელის გავავლოთ ამ ყველაფერთან ხო მიმართებაში იგივე ფსიქოლოგიური კუთხითაც და როგორ ფიქრობთ, აი რა არის გამოსავალი და ზოგადად როგორ უნდა მოახერხოთ ის რომ თქვათ საზოგადოება არ იყოს თქვათ არც ზედმეტად გულგრილი, არც სკეპტიკურად განწყობილი და არც ზედმეტად სენსიტიური ამ ფსიქოლოგიური პრობლემებისადმი. ძალიან დიდი მადლობა. მე აი ამ საფრთხის შიშით მოვდიოდი მართალი რომ გითხრათ და მე ველი ჩემი კოლეგებისაგან კრიტიკას რომ ძლივს ადამიანებმა მოიხედეს ფსიქოლოგიისაკენ მოხდა რაღაცა ესე ვთქვათ დემონიზებული იყო ფსიქოლოგი გჭირდებას რო ეტყოდნენ ადამიანს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს რომ არასრულფასოვანი ადამიანი არის და პირიქით ადამიანებმა დაიწყეს ფსიქოლოგებთან სიარული. დიდი მადლობა მათ ვინც დაიწყო და მათ ვისთანაც დადიან რასაკვირველი
მრავალია. ამიტომ ამ სენსიტიურობის არც გაძლიერება გვინდა და არც შესუსტება, მაგრამ თქვათ როგორ ამოვიცნოთ რამ გამოიწვია ის რომ აი დღეს მე თქვენთან ავარ და ამ საკითხზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ყველაფერი განიხილება, მოდი ჯერ როგორ ამოვიცნოთ, რამდენად შეიძლება რომ ეს იყოს ფსიქოლოგიზაცია. ძალიან ხშირად დაიყვანება, ყველაფერზე ვამბობთ სტრესი მაქვს, ტრავმა მაქვს. ეხლა უკვე ნახეთ შეხება მაქვს ასე თუ ისე ახალგაზრდა თაობასთან და უკვე ხშირად ამბობენ რომ მე მაქვს OCD, მაგალითად, ანუ ობსესიურ კომპულსიური აშლილობა, ხო, ანუ თუ რაიმე აკვიეტებული ფიქრი აქვს, ან მაქვს დეპრესია. ძალიან ხშირად ამბობენ რომ აი მე ერთი წლის წინანდელი გადაცემა ამომიგდო ჩემი სოციალური ქსელის მეხსიერებამ და იქ საუბრობ პოზიტიურ აზროვნებაზე. იმდენად გაცდა ეს ტერმინი, რომ არ იყო ნეგატიური, იყავი პოზიტიური, ასევე აი მაგალითად ნახეთ როგორ წერია ხოლმე რომ სახლი სულ არეული გაქვს, ესე იგი შენ გაქვს მაგალითად ADHD ეგრეთ წოდებული, ანუ ჰიპერაქტივობის სინდრომი. ანუ სინდრომების, სიმპტომების ესე ხელაღებით გამოყენება, რაც არის დიაგნოსტირების საგანი უნდა გახდეს, არა, მერე გამოსავალი რაღაცის 5 წესი სიყვარულის მაგალითად, წარმატების და ასე შემდეგ და ესეთი ზედაპირულობა თუ ამან არ მიაღწია შედეგს ადამიანში იწვევს განცდას რომ მე რატომ ამას ვერ ვაკეთებ. აი მაგალითად გავრცელებული ფორმულარი რომ თუ მოინდომებ, გამორიცხულია რომ არ გამოგივიდეს ის რაც შენ ძალიან გინდა და ადამიანი ფიქრობს რომ ან მე ესე იგი არ მოვინდომე სათანადოდ და მე ვარ ზარმაცი მაგალითად, ხო? ან მოვინდომე და არ გამომივიდა, ესე იგი ზედმეტად არასრულფასოვანი ვარ. მოკლედ, სადაც შეგხვდებათ ესეთი მარტივი ფორმულები. ფსიქოლოგია ინსტრუმენტია, მაგრამ კარგი ინსტრუმენტი არის ესე იგი პროფესიონალის ხელში. და საერთოდ როგორ ამოვიცნოთ ეს ინფორმაცია, მოდი გამოსავლებისკენაც წავიდეთ ნელ-ნელა. პირველ რიგში შემჩნევა უნდა შეგვეძლოს ამ ინფორმაციის, იმიტომ რომ მარტივ გადაწყვეტებს როცა გთავაზობენ, უცბად რა მოხდა, აი ასე უნდა გააკეთო, მაგალითად ადექი და გაიღიმე მაგალითად, თან თავი ხელში აიყვანე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის სანდო ინფორმაცია, ეს პირველ რიგში. ასევე ძალიან ხშირად არის ხოლმე რაღაც ღირებულებითი საკითხების ფსიქოლოგიურ მექანიზმად გამოყენება. მაგალითად, აი ზუსტად ერთი წლის წინანდელ გადაცემაში მოვუსმინე ჩემს თავს და მინდა რომ კიდე ერთხელ გავუსვა ამას ხაზი, რომ აი ნახეთ გამოიმუშავე მადლიერება და კარგად იქნებია. ესე იგი, ესეთი უტილიტარული დამოკიდებულება რომ ამას რომ მიზამ სამყარო მაგალითად შენ დაგიბრუნებს შენ რო კარგად იფიქრებ მე სამყაროც ასევე ბუმერანგის კანონი აქვს ეს ხო გავრცელებული ფრაზებია ყოველ მეორე სიტუაციაში შეგვხვდებათ და მე რომ არ დამიბრუნოს იქნებ მე მინდა რომ გავცე ესე ვთქვათ სიკეთე ან მინდა რომ ან პრობლემა მაქვს მაგალითად არ შეიძლება ამაზე ვიფიქრო ხანდახან არის ხოლმე რომ რასაკვირველია ჩვენ რომ გავიღიმებ და ჩვენ თვითონ ვეცდებით რომ კარგი ხასიათი და კარგი განწყობა შევიქმნა, გამოგვიკეთდება გუნება განწყობილება, მაგრამ მე მახსენდება სულ ქართული ფილმი თქვენ დამეხმარებით თუქშია იცეკვე რო ეუბნებიან, ხო, აი ძალიან ხშირად მახსენდება, იმიტომ რომ ადამიანს პრობლემა რომ აქვს ამ პრობლემას მის განხილვა არის საჭირო და არა განსვლა პრობლემიდან და ძალიან ხშირად ჩვენ ხვდებით იმას რომ როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს, გეუბნებიან გაიცინე ან რაღაც ესეთი გააკეთე. შედეგად შეიძლება სულ სხვა საძირკველამდე ჩავიდეთ ხო და მიზეზამდე აბსოლუტურად იცით გადაწყვეტილი პრობლემა გრჩება და არსად არ მიდის. ქალბატონ ლელა, თქვენ რამდენჯერ მიაღნიშნეთ დღეს და ხაზი გაუსვით რომ ბოლო პერიოდში ხშირია საუბარი ამ თემაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, სხვა გადაცემებში, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით და უფრო ბევრი ადამიანი აკითხავს და ცდილობენ თავისთავად შეიცნონ სად არის. თუმცა ესეც შეიძლება იყოს ტენდენცია, რომ ხანდახან არ საჭიროებდეს ადამიანი და არ იყოს ესეთი აქცენტი გაკეთება ფსიქოლოგზე, მაგრამ აი თითქოს აუცილებლად, თითქოს საჭირო, თითქოს სხვა მივიდა და მე ვჭირდება, ან აუცილებლად ვჭირდება. თქვენ ხარ ხედავთ, რომ ესეც პრობლემად იქცე, გარკვეულწილად თქვენ უკვე აღნიშნეთ წინა პასუხში ესეც და ასევე თქვით, რომ შეიძლება ჩემი ბევრი კოლეგა გამოკრიტიკოსო, მაგრამ ხო არ არის ამის ტენდენციას, რომ რაღაცა ხო არის ხოლმე რაღაც ჩვენს ცხოვრებაში დროები, რომ რაღაც აი
მოდური ხდება ჟარგონზე ვიტყვი და მინდა თუ არა მეც უნდა გავაკეთო, აუყვე, წავიდე. კი, არის ტრენდული არის, რომ ეს ყველაფერი დღეს ძალიან არის ესე ვთქვათ დანაწილებული შრომა და თერაპევტებს შორისაც კი, ექიმებს შორის მაგალითად არის, რომ ტრავმატოლოგის სახეობებია და აი ძალიან არის და აი მთლიანობაში პიროვნება გამორჩებათ ხოლმე მხედველობიდან და თითქოს რაღაც პატარა პრობლემაზე ორიენტირება და არის ტრენდები, რა თქმა უნდა, რომ აქ უნდა მიხვიდე ფსიქოლოგთან და ამაში ცუდია მე დიდი იმედი მაქვს ჩვენი პროფესიონალების, იმიტომ რომ მათ იციან და ტყუილად ეხლა არავის არაფერს არ გააკეთებინებენ, რასაკვირველია, მაგრამ აი მოდი კიდე ერთხელ ამოცნობაზე ვილაპარაკებ, თუ ინფორმაციამ თქვენ შეგაშფოთათ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ინფორმაცია არ არის სწორად მოწოდებული. აი პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაგაფიქროთ და უნდა დაფიქრდეთ საკუთარ მდგომარეობაზე, რასაკვირველია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიმართული გამოსწორებისაკენ აუცილებლად. თუ რაღაცა მაგაფორიაქად და არის ხოლმე კიდე ძალიან ზოგადი ტექსტები. მაგალითად ამას წინათ შემხვდა რამდენჯერმე რომ აი მე თქვენ რო გითხრათ ახლა მაგალითად რომ თქვენ თუ ხართ ადამიანი რომელსაც ყველა სათანადოდ არაფასებს აი ვინ არ მიიღებს ამას თავის თავზე ხო ანუ არის ესეთი ტექსტები რომლებიც გაგზნობინებს რომ ეს ჩემზეა და არაფერს ვამბობ აი ხლა დღეს უკვე არის კიბერქონდრია ესეთი ტერმინი შემოვიდა ანუ როგორც დიაგნოზებს გადაამოწმებენ ხოლმე ხელოვნური ინტელექტთან ან ChatGPT-ში ისე ხდება გადამოწმება ჩემი რჩევა არის პირდაპირ რომ მიბრძანდეთ პროფესიონალთან და თუ რაიმე დაგაფიქრათ აუცილებლად მასთან ერთად გაიარეთ, იმიტომ რომ კონტექსტის გათვალისწინება, ინდივიდუალურობის გათვალისწინება არის აუცილებელი. ასევე ყველაზე გავრცელებული ტერმინები მაგალითად, რომ ადამიანი არის ნარცისი მაგალითად ძალიან ხშირად ამბობენ, ან არის სოციოპათი, ანუ რაღაც ისეთი ტერმინების გამოყენება, რომელიც არ შეიძლება ადამიანის მიმართ შესაძლებელი, ან არის ესეთი მოწოდებები, რომ სადაც შენ არ გაფასებენ, შენ იქიდან უნდა წახვიდე. ან მაგალითად ბავშვს არ უნდა მიადგეს ფსიქოლოგიური ტრავმა, შენიშვნა არ უნდა მისცე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბავშვობის ტრავმა არის და ყველაფერი მშობლების ბრალია. მოკლედ ასეთი განზოგადებები ან კაცი ასეთია, ქალი ასეთია და ასე შემდეგ, როცა ინფორმაცია ძალიან ზოგადია, უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ინფორმაცია არ არის მაინცა და მაინც სანდო და დღეს ნახეთ როგორი სიტუაცია არის სოციალურ ქსელებში არის აპლიკაციები, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთო და ისეთი აღწერილობაა, რომ მე არ მეგულება, რა ვიცი, 99% ადამიანი ამას მიიღებს საკუთარ თავზე. ძალიან ხშირია, რომ აი პროკრასტინაცია არის, ეს არ არის სიზარმაცე, მაგალითად თუ სახლი დაულაგებელი გაქვს, ეს არის ესე იგი ADHD ანუ ჰიპერაქტივობის და ყურადღების დეფიციტის სინდრომი და ასე შემდეგ და თუ გინდა გაიგოთ, აი უკვე შეხვედი როლში, ჩემზეა ეს ყველაფერი. თუ გინდა ამისგან როგორ გათავისუფლდე, გაიგო, მაშინ გადმოიწერე აპლიკაცია, ხო? ანუ აი ესეთი манипуляციებზე წამოგების საშუალება გამოვრიცხოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის წიგნიერება, კიბერწიგნიერების და სოციალურ ქსელებთან ურთიერთობის წიგნიერების დონის ამაღლებას დასრულებს არ ვიცი ახლა რამდენად შეგვეხება ეს, მაგრამ სკოლებში ხშირად არის ხოლმე ესეთი საგნები, ესეთი დისციპლინები და ეს არის მნიშვნელოვანი და ერთი რამ რაც აუცილებლად უნდა ვთქვა, გახლავთ ის რომ სასურველია რომ პროფესიონალებმა აკადემიური წრიდან შექმნან პორტალები, შექმნან 1000 საშუალება არსებობს, სადაც იქნება ტერმინების განმარტება ნუ მოვერიდებით, რომ მაინდა-მაინც ენის მოჩლეკით ვესაუბროთ, საზოგადოება ძალიან ინფორმირებული არის. და ჩვენ შეგვიძლია მართლა სიღრმეებში ტერმინების ჩავახედოთ პროფესიონალური თვალსაზრისით და აი იცით რა ხდება, აკადემიური წრეები ემიჯნებიან პოპ ფსიქოლოგიას ძალიან ხშირად და რაღაცნაირად ესეთი აროგანტული დამოკიდებულებაა, რომ ეს ისეთი სფერო არის, რომ ჩვენ ეს არ გვეხება. მე პირადად ერთ-ერთ გამოსავლად მიმაჩნია, ჩვენ გვყავს თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები, ყველას გაგვახსენდება, ვიზეც ვფიქრობთ, რომ არის უმაღლესი დონის პროფესიონალი და თან ადამიანებს გასაგებ ენაზე ელაპარაკება პრობლემების შესახებ. რამდენიმე ადამიანი არის, ბევრი არა და ან პირიქით ისეთი ტერმინოლოგიით არის ლაპარაკი, რომელიც მე მაგალითად არ წამიკითხავს, დიდი ხნის ფსიქოლოგი ვარ, საუნივერსიტეტო განათლება მაქვს, რაღაც სამეცნიერო ხარისხიც მაქვს, ასე თუ ისე და არც ერთი ფსიქოლოგიის წიგნში არ წამიკითხავ
მეკითხავს და საიდან მოიფიქრე მე ხოლმე რომ როგორ გახდე ბედნიერი მე გასწავლი 2 საათში აი სულ მე თვითონ მიჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი რომ რატომ ვერ ვისწავლე ამდენი ხნის განმავლობაში ხო აი სად წერია ვფიქრობ ვეძებ აი ამ ინფორმაციას და უკვე დღეს ბევრი საშუალება არის რომ გადაამოწმოთ ეს ინფორმაციები თუმცა კი ამბობენ ხოლმე რომ ჩვენ ყველაფრის გადამოწმება რომ დავიწყოთ მართლა ტვინების მთები არ გვეყოფა და რაღაც ანუ ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს მაგრამ თუ რაღაც ხო ანუ არ დაიწყოთ ხოლ არ გაჩერდეთ შეფასებაზე კი ბატონო კარგია დიაგნოსტიკა მაგრამ მიმართული იყავით იქეთკე რომ ჯერთი გადაამოწმოთ და მეორე როგორ გამოიყენოთ ეს თქვენი განვითარებისათვის რატომ ფიქრობთ რომ შეიძლება საჭირო იყოს დეფსიქოლოგი მაშინ როცა საზოგადოება სულ უფრო ლაპარაკობს ამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ხო, აი შევაჯამოთ, მოდით რა, იმის გამო რომ შეუძლებელია ყველაფერი იყოს ფსიქოლოგიის ბრალი და ადამიანის, ესე ვთქვათ, ბრალია რა. და ჩვენ კარგავთ მთლიან კონტექსტს და მხოლოდ რაღაცნაირად ფრაგმენტულად, ეხლა თქვენ რომ ჭუჭურტანიდან შემოგახედოთ აი ამ ოთახში, ან რაღაც ხო ვერ მიხვდებით ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ არა. ამიტომ სასურველი არის რომ აი ზოგადად გათვალისწინებული იყოს კი ბატონო ფსიქიკური ჯანმრთელობა უნდა იყოს ფსიქიკური ჯანმრთელობა და ამაზე უნდა ილაპარაკოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტმა და როგორ ამოვიცნოთ სპეციალისტი მოდით კითხეთ ხელოვნურ ინტელექტს და გუგლეთ და ყველაფერი წერია რა რეგალიები უნდა გქონდეს ადამიანს რამდენი 10 წლის სტაჟი მაქვს ადამიანებთან მუშაობის არ არის ინფორმაცია. თავდადიახ ბოლოსკენ მინდა დაგისვათ უნდა შევაჯამოთ ორ კითხვას გავერთიებ და ერთ კითხვას ერთ პასუხად თუ შეიძლება პირველ რიგში არ ვიცი მე შეიძლება გამოკრიტიკონ კოლეგებმა მაგრამ ხო არ ხდება რომ ხანდახან შეიძლება თავ ფსიქოლოგები უწყობდნენ ნებსითუნებლიეთ ხელს ამ გადაჭარბებულ ფსიქოლოგიზაციას და ერთსაც ვიტყვი ამ თემებიდან შეიძლება ცოტა შორს არის მაგრამ აი ესეც გარკვეულწილად შეიძლება კავშირში იყოს. ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენ ახლა ვისაუბრეთ მიდი ფსიქოლოგთან და დღეები, თვეები, წლები საუბრობს ყველაფერზე. ფსიქოლოგთან თუ არ გაიხსენი, აზრი კარგება. თუმცა ხდება მომენტი, როცა მორწმუნეებზე ვლაპარაკობ, ახლა ათეისტი არ ვლაპარაკობ და მისი უფლებაა, რომ აქვს სურვილი მივიდეს აღსარებაზე. ვერ მიდის ერიდემოღულის. ანუ ის რაც შეიძლება თქვენი პირდაპირ თქვენ მოგიყვეს გულწრფელად მისი ნაკლოვანება, იგივეს ვერ უყვება მოძღვარს რომ აღსარება ჩააბაროს და ჩვენ ვთქვით რომ არც ეკლესია არ უარყოფ ფსიქოლოგს და არც ფსიქოლოგები. აი რა ხდა, აი ფსიქოლოგებს როგორ იხსნება ეს? პირველი კითხვა შემახსენეთ რა იყო? ფსიქოლოგები შეიძლება ხომ არ უწყობენ? ხო, იცით რა შესაქმე ჩვენ რასაც შეიძლება ზოგი უწყობს, ზოგი არ უწყობს, მაგასაც ნუ განვაზოგადებთ, რომ ჩვენ იგივე პროცესი არ დავიწყოთ ახლა რასაც ვლაპარაკობთ, მაგრამ საერთოდ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ 21 საუკუნეზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანები თვითონ უნდა გავაძლიეროთ აი ამ სიტუაციაში როგორ იარსებოთ. ასე რომ ჩვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე უნდა ავიღოთ პასუხისგებლობა და ვერ უნდა მოახერხოს სხვა და ჩვენ არა გვაქვს იმის ბერკეტი მე და თქვენ რომ მე ეს ფსიქოლოგები თქვათ რაღაცნაირად შევცვალო და წესიერად მოიქეცით უთხრათ მით უმეტეს რომ იმდენი მიმდინარეობა გაჩნდა მე ჩემმა ძალიან საპატივცემულო კოლეგამ ჩემმა მასწავლებელმა მითხრა რომ ვერავინ ვერ დაარეგულირა 200-300-მდე მიმდინარეობა არის ფსიქოთერაპიის ვისაც რა უნდა იმას აკეთებს ასე რომ ჩვენ დავისწავლოთ გარჩევა ცალსახად ეხლა მეორე მე ძალიან მიჭირს რომ ამის შესახებ ჩემ თავს მიცე უფლება და რელიგია და ფსიქოლოგია დავაკავშირებ, თუმცა დიდი ხანია აქაურობის სტუმარი ვარ, დიდი ხანია ამ სფეროსთან შეხება მაქვს და ერთ-ორ სიტყვის თქმის უფლებას მივცემ ჩემ თავს. ძალიან დიდი ხანი ჩემი მოსაზრება გახლავთ ის და ჩვენი მისწრაფება იყო რომ რაღაც შეიქმნას ისეთი ჯგუფი ადამიანებს არიან ჩვენი მორწმუნე ფსიქოლოგები, ჩემთან მოსულა პირადად ადამიანი, მე არა ვარ დიდი პრაქტიკოსი, იშვიათად მაქვს პრაქტიკა, მაგრამ მოსულა იმის გამო რომ ამ სივრცეში ვუნახი ვარ და მან იცის რომ არ დავუკარგავ კავშირს მოძღვარსა და ასე იგი ფსიქოლოგიას შორის. ნუ ეს ბუნებრივი არის რომ გერიდებოდა საერთოდ მოძღვართან ზედმეტი ფამილიარულობა და ესე ვთქვათ გახსნილობაც მე წამიკითხავს წმინდა მამებთანაც და სასულიერო ლიტერატურაშიც რომ ესეც არ არის მაინდამაინც სასურველი და შეიძლება ფსიქოლოგმა თან მართლა უფრო ილაპარაკოს ამაში არ არის არაფერი გასაკვირი მაგრამ გასამიჯნი არის ის რა მიზანი აქვს ფსიქოლოგს ფსიქოლოგი სულის გადარჩენაზე ვერ იმუშავებს არა
ხო, როდეს ანუ ის ტექსტი როგორ უთხრას მოძღვარს, რას მიაქციოს ყურადღება, ის რომ იცოდეს ფსიქოლოგმა, მას აღთქმეტყველო განათლება უნდა ქონდეს. დიდი მადლობა, რომ ჩვენ სასულიერო აკადემიაში არსებობს ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. არ მოწონთ ჩვენ კოლეგებს, მაგრამ ჩვენ ხშირად ვუხსნიდით, როცა გაიხსნა ეს ფაკულტეტი, რომ სწორედ აი ამ ხრივ განათლებული ადამიანები არიან, რომ როცა ადამიანი არის რელიგიური და თავისი რწმენა აქვს, როგორ მოიყვანოს შესაბამისობაში თავისი ფსიქოლოგი ყველაფერი არ არის მიზანშეწონილი. აი წეგან გითხარით, რომ მადლიერება გამოიყენა იმისათვის, რომ კარგად იყო. ჩვენ გვიწერია წმინდა წერილში, რომ ადამიანები კარგად რომ გახდნენ, როცა სთხოვეს მაცხოვარს, მერე ამ კარგად ყოფნისთვის რა ეკნათ, იმისთვის მერე ისევ მაცხოვარს დაეძებდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ეს ფსიქიკური ჯანმრთელობა, ანუ რელიგიის საშუალებად გამოყენება, რომ კარგად ვიყო, ეს თვითონ რელიგიას უკარგავს აზრს, იმიტომ რომ თვითონ სულის ცხონებისთვის არის ეს და არა იმისთვის, რომ ჩვენ პირიქით ფსიქოლოგიისთვის გამოვიყენოთ. რა ვიცი, ბოდიშვილი თუ ზედმეტის უფლება მიეცით ჩვენ თავს, მაგრამ ისევე როგორც არ უნდა გწვენოდეს სხვა სპეციალისტთან მისვლა ფსიქოლოგიც ასევე, მაგრამ ფსიქოლოგები იცნობენ რელიგიებს, სხვათა შორის პასუხისმგებლიანი ფსიქოლოგები და რომელი კონფესიიდანაც არ უნდა მოვიდეს, ჯერ ერთი, როცა პირდაპირ გაწვდის ვიღაც ფორმულას არასწორია, ის ჯერ გეკითხება შენს ღირებულებებს, შენს დამოკიდებულებებს და ერთობლივად იღებთ ისეთ დასკვნას, რომელიც არ დააზიანებს ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ესეც გასათვალისწინებელია თავისთავად და ყველას თავისი აი მაგიტომ ვებრძვით ფსიქოლოგიზაციას, რომ აი ეს ზოგადი ფორმულა კონკრეტულ ადამიანთან უნდა მოერგოს მის პიროვნებას და მის კონკრეტულ სიტუაციას. ძალიან დიდი მადლობა. მეც გიხდით მადლობას, რომ დამითმეთ ეთერი ამ მნიშვნელოვანი საკითხის. საჭირო იყო კითხვები, თორემ მოგისმენთ სიამოვნებით მარტო თქვენ. ფსიქოლოგი ლელა ყეშელაშვილი გვესაუბრებოდა.